მამუკა ხაზარაძე ითხოვს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ინტერესების დასაცავად ქართულ მხარეზე ზეწოლა განახორციელოს. ხაზარაძემ ეს განცხადება სოციალურ ქსელში დაწერა. დეპუტატების შეფასებით ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, რომ რადიკალები საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა განახორციელოს ზეწოლა ქართული ოცნების არალეგიტიმურ პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი სასიცოცხლო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონშიც. მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება აჩვენებს მოღალატე და უსამშობლო ადამიანის კლასიკურ სახეს. სწორედ ამიტომ არის, რომ მათ არ მისახალხვა ხმა და სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს მათ დაკარგეს ის მანდატებიც კი, რომელიც მათ ხალხმა მისცა, ეს მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც გარკვეული მანდატი. ეს ადამიანები არ ემსახურებიან სამშობლოს, იყვნენ ყოველთვის უცხო ქვეყნიდან დაკვეთი შემსრულებლები და დღეს, როდესაც ერთი ბატონი წავიდა ასპარეზიდან, ეხლა ცდილობენ სხვა ბატონს როგორმე მოაწონონ თავი და ამ თავის მოწონებისთვის ლანგარზე უნდათ რომ მიართვან ის ქვეყანა, რომელიც მათი სამშობლო უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არის მათი სამშობლო, იმიტომ რომ მათ სამშობლო არ აქვს.